სკოლაში კეთება. გამარჯობათ ბავშვებო, როგორ ახართ? გამარჯობათ. ძალიან ისაა რა, ესე იგი ჩვენ მარტო თელავში იმას კი არ ვაკეთებთ, რომ ფასადები ყველა კახეთის წელიწადად გამოაცხადეთ ეს წელი. თავარია რომ ასევე ფასადები კარგია, მაგრამ გზები კარგია, ახალი შენობები ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ბევრი ახალი შენობაა და პრაქტიკულად ახალი გადაშენა ქალაქი, მაგრამ თავარია ასევე რომ განათლება ჯანდაცვა, ამიტომ სკოლები ყველა ესეთი იქნება კახეთში, ყველა, ისე როგორც საქართველოს მომავალ წელს უმეტესობა და საავადმყოფოებიც მაგარი შენდება და პოლიკლინიკები ასე რომ მაგრამ ეს არ მიხარია რომ ესეთი კლასი უკვე თელავ მარტო წინა ადგილები კი არა ლამაზი, შიგნითაც შემოვიდა სილამაზე. თავარი სილამაზე ხარ თქვენ ბავშვი. საქართველოს გავაკეთეთ წელს 100 სკოლაზე მეტი ესაა, მაგრამ მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ დაახლოებით 700-800 სკოლა დამატებით ესეთი. და კახეთში ყველა სკოლა ესეთი უნდა იყოს. ხოთიშორი გინდებით რომ ჩვენი სკოლა სახელმწიფო 18-ის ერთ-ერთი მასწავლებელი და ძალიან წარმატებული სკოლა ოლიმპიადებში. იქნება მაგარი ხალხი ცხოვრობდა და მაგარი მასწავლებლები იყო ყოველთვის. მე ვიცი, ჩემმა მეგობარმა გადაიყვანა ბავშვები გადმოიყვანა თბილისიდან სკოლიდან, ორი ბავშვი გადმოიყვანა აქ. როგორ ახართ? მითხრას რომ ძალიან ბევრმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა, ვინც ვერ ჩააბარა, გულსნო გაიტეხავთ, იმიტომ რომ იანვარში ხელახლა იქნება. და ესე იქნება სულ და ეს არის ჩოლები პროცესი, ხა ადამიანები ზოგჯერ ერთ ხასიათზე, ზოგჯერ მეორეს და საბოლოო ჯამში უმეტესობა ჩააბარებს ამას უპრობლემო. თავარია და ესეც სტიმულია რომ დავხვეწოთ კიდე. და ეხა უყურებთ კიდე რის გაკეთებ, ვიცი რომ ძალიან მაგარი კოლექტივია, ძალიან მაგარი სკოლა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივია, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა. ესეც უნდა იყოს თელავის ცენტრში ხა. თელავი ძალიან მაგარი ქალაქი ხდება და სკოლები ძალიან მაგარი უკვე არის და უნდა გახდეს კიდე ბევრად უფრო მაგარი. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ყველაფერთვის. ისეთ სილამაზე არის გარეთ, მაგრამ შიგით რო შემოდი ბევრად უფრო მეტი სილამაზე ხარ და